მოგესალმებით. მოცემულ ვიდეოში გაგაცნობთ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის რეგისტრაციას პროგრამაში AES Accountant 6. დოკუმენტის SMF ინვენტარიზაცია საწყობის ქვესისტემიდან გამოიყენება ინვენტარიზაციის შედეგების ასასახად სისტემაში. საწყობის ქვესისტემიდან გავხსნათ დოკუმენტის SMF ინვენტარიზაცია. პროგრამა გვთავაზობს მიმდინარე თარიღს. ველში დოკუმენტის ნომერი ავტომატურად გვთავაზობს მის რიგით ნომერს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია შეიცვალოს. ველში საწყობი ვირჩევთ იმ საწყობს, სადაც ჩატარდა ინვენტარიზაცია. დოკუმენტის SMF ინვენტარიზაცია შედგება ორი გვერდისგან: ზოგადი და კომისიის წევრები. გვერდზე ზოგადი ღილაკის ჩატვირთვა საშუალებით შევავსოთ ჩამონათვალი მოცემული საწყობისთვის მიმდინარე დღეს. სფეტები ჩამონათვალში, ბუღალტრული რაოდენობა და ბუღალტრული ჯამი არ არის რედაქტირებადი. ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ფაქტიური რაოდენობები ივსება სვეტში ფაქტიური რაოდენობა. განსხვავება ფაქტიურ და ბუღალტრულ რაოდენობებს შორის აისახება სვეტში გადახრა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დავამატოთ ან წავშალოთ ვერი. გადავიდეთ გვერდზე კომისიის წევრები. აქ ასახული მონაცემები გამოდის დოკუმენტის საბეჭდ ფორმებში. ველთან დაკავშირებულია შესაბამისი დირექტორიები და თანამდებობები. ველში კომისიის თავმჯდომარის სახელი და გვარი ვირჩევთ კომპანიის დირექტორს. ავირჩიოთ ასევე ბუღალტერი, როგორც კომისიის წევრი. ეხლა ვნახოთ დოკუმენტის საბეჭდი ფორმა. ჩანართიდან მთავარი ავირჩიოთ ჩვენთვის საჭირო ფორმა. მაგალითად, SMF ინვენტარიზაციის შედარების უწყისი. და დავაჭიროთ ბრძანებას ექსპორტირება Word-ში. დავაჭიროთ ღილაკ შენახვა და დახურვა. ამ დოკუმენტის საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ ფაქტიური და ბუღალტრული რაოდენობების შესაბამება. ამასთან SMF ინვენტარიზაციის დოკუმენტი არ ახდენს არანაირ ცვლილებას ანგარიშგებებში. ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი ზედმეტობის ჩამოსაწერად უნდა შევქმნათ საწყობის შემოსავლის ორდერი, ხოლო ნაკლებობის დასარეგისტრირებლად საწყობის გასავლის ორდერი ან გაყიდვები. ამისთვის ჟურნალებიდან გავხსნათ SMF საბუთების ჟურნალი. ავირჩიოთ ინვენტარიზაციის თარიღი და გავხსნათ ჟურნალი. დოკუმენტის კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანებას შექმნა საბუთზე დაყრდნობით. ავირჩიოთ საწყობის შემოსავლის ორდერი. გახსნილ დოკუმენტში ავტომატურად შევსებულია ზედმეტობები, რომელიც აღმოჩენილია ინვენტარიზაციის შედეგად. ბუღალტრულ და ფაქტიურ რაოდენობებზე დაყრდნობით ივსება SMF-ს ფასი, რომელიც შესაძლებელია დავარედაქტიროთ. გადავიდეთ გვერდზე ზოგადი. შევცვალოთ მომწოდებლის ანგარიში, რადგან ეს არ არის შესყიდვა. შევავსოთ 61-90. გადავიდეთ გვერდზე გატარებები. დავაჭიროთ ღილაკს გატარებების გენერირება ხელი. შევინახოთ დოკუმენტი ღილაკის შენახვა და დახურვის საშუალებით. იგივე პრინციპით ავსახოთ პროგრამაში ინვენტარიზაციის დანაკრისი. ინვენტარიზაციის დოკუმენტის კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება შექმნა საბუთზე დაყრდნობით. ავირჩიოთ საწყობის გასავლის ორდერი. ველში ხარჯის ანგარიში შევავსოთ 72-90. გადავიდეთ გვერდზე გატარებები. დავაჭიროთ ღილაკს გატარებების გენერირება ხელი. შევინახოთ და დავხუროთ დოკუმენტი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ვიმედოვნებთ მოცემული ვიდეო სასარგებლო იყო თქვენთვის.